გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ თანამედროვე რომანზე, რომელზეც დიდი ხანია ვიდეოს ჩაწერა მინდოდა და აი როგორც იქნა დავაყენე საშველი. ეს არის ზიმბაბველი ავტორის, მილენიალი მწერალის ნოა იოლეტ ბულავაიოს რომანი, რომელსაც ქვია We Need New Names, ანუ გვჭირდება ახალი სახელები. ძალიან შემთხვევით აღმოვაჩინე ეს რომანი და უბრალოდ გადავწყვიტე რომ წამეკითხა, იმიტომ რომ მოცულობითაც პატარა არის და თან მაინტერესებდა რაღაცები ლიტერატურულ ამბავში. და დავრჩი გაოცებული აბსოლუტურად, იმიტომ რომ ესეთი ახლობელი რომანი ძალიან დიდი ხანია არ წამიკითხავს და თან რაც მთავარი არის არაქართულ ამბავში ვამბობ ამას, იმიტომ რომ ეხლა თქვა ქართველი მწერალის ნაწარმოებს როდესაც კითხულობ, იქ გარკვეული ახლობლობა და რაღაცა ემოციური გაზიარება რაღაცეების და ნაცნობობა და ეს რაღაც ნაცნობი ამბები ყველა ვარიანტში შეგვხდება. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ ლიტერატურას აქვს იმისი უნარი, რომ ძალიან ბევრი სამყარო, ძალიან ბევრი ადამიანი და საზოგადოებები გაგვაცნოს და დაგვანახოს ის თუ რამდენი გვაქვს საერთო. და ამ შემთხვევაშიც ეს რომანი აღმოჩნდა აი ზუსტად ამ ტიპის ნაწარმოები, რომელიც ფაქტობრივად შეიძლება რომ ნებისმიერ ქართველ მილენიალს, რომელიც გაიზარდა 90-იანი წლების საქართველოში და მერე წავიდა ემიგრაციაში, შეიძლება რომ დაეწერა мотиваცია, სხვადასხვა ოცნებები, რომლებიც ადამიანებს აქვთ იმისთვის, რომ წავიდნენ ქვეყნიდან და გადავიდნენ სხვაგან იცხოვრონ და უკეთესი ცხოვრება ეძიონ. ჩემ თაობას მაგალითად მუდმივად ეს ქონდა, რომ ყველას წასვლაზე გვეჭირა თვალი და რამდენადაც ვიცი დღევანდელ საქართველოში ვისაც ველაპარაკები ხოლმე, იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზეზები, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა წამოსვლა, მაგრამ ნუ ჩვენ დროს კიდევ უფრო მძიმედი იყო და განსაკუთრებით 90-იანების გამოვლილი ახალგაზრდებისთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იყო და ძალიან გვინდოდა რომ წამოსულიყავით და აი ეს ყველაფერი, ეს ემოციები, ეს მიზეზები, ეს мотиваცია მერე ამ ყველაფრით და ამ გამოცდილებებით და ამ ტრამვებით ჩამოსვლა მაგალითად ამერიკაში, სადაც ეს გოგო ჩამოდის პირველ პირში ყვება ამ რომანს და აი მე აქ რა ხდება? აქაურ კულტურასთან ურთიერთობა, გარკვეული იმედგაცრუებები, ის ურთიერთობა თუ აქ ვინც დაგხვდება შენი ნათესავები, იმათთან როგორი ურთიერთობა გაქვს და რო ხედავ რომ თქვათ იქიდან როგორ ჩანდნენ ეს ადამიანები და ეხლა თქვათ იქიდან როგორ ჩანხარ შენ სხვებისთვის და მოკლედ ძალიან რაღაც მომენტებში ისიც კი დაემთხვა სამუშაოები, რაც კი მაქვს ამ ქვეყანაში გამოვლილი პირველ ეტაპზე, რასაც ეს გოგო ყვება და ამ ხრივ იყო ძალიან ემოციურად დატვირთული რომანი. თავისთავად სიუჟეტურად და რასაც ის ყვება თავის ბავშვობაზე და იმ გამოცდილებაზე, რომელიც მას ჰქონდა, იმ მომენტში ის ცალკე ხო ემოციური არის ყველაფერი იქ რაც ხდება. და მე აი ეს ახლობლობა, რომელიც აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა კულტურაში და სხვადასხვა ეპოქაშიც რაღაც მომენტში, თუმცა ჩემ ხელა არის ეს გოგო. ასაკით და შესაბამისად რაღაცეები რაც გამოვლილი აქ ალბათ იმავე ასაკში იქნებოდა გამოვლილი რაც მე და მოკლედ აი ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა შემაყვარა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ეს რომანი და აუცილებლად გირჩევთ. სამწუხაროდ მე ვნახე რომ ქართულ ენაზე განმოთარგმნილი არ არის, მაგრამ ელექტრონულად შეიძლება ამის შეძენა ვთქვათ სხვადასხვა ენებზე, ინგლისურად განსაკუთრებით და ამ შემთხვევაში მინდა რომ გირჩიოთ ქართველ ემიგრანტებს, განსაკუთრებით ვინც ამერიკაში ხართ, სხვა ემიგრანტებსაც დარწმუნებული ვარ რომ იცით როგორ რაღაც არის აი ხანდახან მგონია ხოლმე და რაღაც მომენტში არის ის რომ თქვათ აი ევროპაში ვინც არის ემიგრაციაში წასული იმ ადამიანებს სხვა გამოცდილება შეიძლება ჰქონდეთ და რაღაცა განსხვავებული ამბები გადახვდა, მაგრამ აი ესეთი რომ და ზოგადად აი ლიტერატურის და თქვათ ხელოვნების ნებისმიერი ფორმის დამსახურება არის ის რომ შეგვიძლია რომ ესეთი რაღაცეები ერთმანეთს გავუზიაროთ და მივხვდეთ თუ რამდენი საერთო გვაქვს. და შესაბამისად აი ესეც მაფიქრებინებს რომ თუ ზიმბაბველი ავტორი და ზიმბაბველი ემიგრანტი აი ესეთი ტიპის
სიახლოვეს მაჩვენებს იმ კონტექსტისა და გამოცდილებების მხრივ, რაც მე მქონდა, მაშინ თქვა შეიძლება სხვა ქვეყნებში, თუნდაც ევროპის ქვეყნებში, სადაც მე მხოლოდ ტურისტულად ყოფილ ვარ 1 ან 2 კვირით, იქ მყოფ ემიგრანტებს მაფიქრებინებს, რომ ბევრი საერთო გვექნება და შესაბამისად იმ ადამიანებსაც გირჩევთ, ვინც ევროპაში იმყოფებით ემიგრაციაში, რომ წაიკითხოთ განსაკუთრებით მილენიალ ემიგრანტებს, ვისაც 90-იანი წლების საქართველოს გაქვთ გამოვლილი, გაოცებამდე ბევრი რაღაცა იყო ნაცნობი ამ ყველაფერში, განსაკუთრებით აი ეს სიღარიბე და აი ამ რაღაცა ქაოსიდან აღქმული სამყარო და აი ამ ქაოსიდან გამომდინარე წარმოქმნილი ოცნებები, რომლებიც ადამიანებს აქვთ, მოკლედ ყველაფერი ძალიან ნაცნობი იყო. ეხლა რაც შეეხება ზოგადად სიუჟეტზე მოგიყვებით, ანუ ძალიან მარტივი სიუჟეტი არის. აქ მიხვდებოდით ალბათ უკვე ისედაც ვიწყებთ თხრობა იწყება ერთ-ერთ უბანში, რომელიც არის ქოხების უბანი, ხუხულების უბანი, სადაც ღარიბი ისედაც ჩამოქცეულ და ღარიბ ქვეყანაში კიდევ უფრო გაღარიბებული ხალხი მიდის და იქ სახლდება და სხვათა შორის აქ აქვს ერთი ძალიან კარგი თავი, რომელიც იდეაში მთელი თხრობიდან და რაღაცა, ესე იგი, ამბიდან როგორც ესეთი და აი ამ ამბის არკიდან ამოვარდნილი არის, მაგრამ ზოგადად გარემოზე გვიყვება და გვიყვება იმაზე თუ როგორ ჩდებიან ადამიანები ამ უბანში. და არის რომ ეს ყვება რომ თვითონ ახსოვს რომ რაღაცა პატარა ასაკში გადმოვიდა თავის ოჯახთან ერთად, როდესაც სახლი დაკარგეს, რაღაცა სახლი ააშენეს, მერე მამა წავიდა სამხრეთ აფრიკაში სამუშაოდ და წლებია არ უნახავს, მამა ის მხოლოდ ფულს აგზავნის და ხანდახან რაღაცა პატარ-პატარა საჩუქრებს და ყვება როგორ ჩნდებიან ადამიანები, ეს ჰორიზონტზე უცებ გამოჩნდება ვიღაცა, რომელსაც მოყვება ოჯახი, ან შეიძლება მარტო მოდიოდეს, ან ცოლთან ერთად, ქმართან ერთად. და ესე ჰორიზონტზე უცებ გაჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მოდიან უხმოდ შერცხვენილები, დასეუდიანებულები, გაღარიბებულები, განადგურებულები და იწყებენ შეგროვებას იქ თუ სადმე რამეს ნახავენ, თქვათ რაღაცა ფიცრებს თუ რაღაც რკინას და იმითი აწყობენ ახალ-ახალ სახლს და მე ეს ხალხი როგორ ცდილობს რომ ინტეგრაცია მოახდინოს უკვე დასახლებულ იქ დასახლებულ ადამიანებთან და ესეც რაღაცნაირად უსიტყვოდ და ძალიან ორგანულად ხდება, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან კარგად ისმის და მოკლედ აი ამ თემებზე არის ლაპარაკი და შესაბამისად აი აქ ვითარდება მთელი ეს მოვლენა, რაც მნიშვნელოვანი არის და რამაც ძალიან მომხიბლა იყო ის, რომ ეს ადამიანი და წერლური ოსტატობა ზუსტად ამაში იგრძნობა ნოვაიო ბულავაიოსი, რომ ეს ყველაფერი მოთხრობილი არის დაახლოებით 11-13 წლის ბავშვის პერსპექტივიდან და შესაბამისად აი ეს თვითმყოფადობა აი ამ მთხრობელისა ასაკობრივი ძალიან კარგად აქვს დაცული. ანუ აი ესე ბავშვურად გვიყვება აი იმ ყველაფერს, რაც ხდება აი იმ ქაოსში, იმ სიღარიბეში, კრიმინალურ გარემოში, ძალიან ხშირად იქ რაღაცა რელიგიური ფანატიზმიც შემოდის რაღაც მომენტში, რომელიც დიდი ფაქტორი ასე თუ ისე არ არის და რაღაცა უფრო ცრურწმენებთან მიმართებაში არის. მაგრამ აი მოკლედ ეს ყველაფერი გადმოცემული არის ამ ესე იგი წინარე თინეიჯერობის ასაკში მყოფი ადამიანის და მისი მეგობრები, რამდენიმე მეგობარი ყავს, რომელთან ერთადაც დადიან იქ რაღაც მდიდრული უბანი არის, იქვე შორი ახლოს და იქ გადადიან ხოლმე და ხილს იპარავენ და იმას ჭამენ და იქ სხვადასხვა ამბები ხდება, იქ შეხვდებიან ვიღაც ცოტა შეძლებულ ადამიანს, რომელიც გაკვირვებული არის ამეთი და ფოტოებს უღებს, რომელსაც მე აგინებენ ესენი, იმიტომ რომ რა ვიცი, უზრდელი ქუჩის ბავშვები არიან და ის გაოცებული არის, მაგრამ ამათთვის ეს ძალიან ორგანული ქცევა არის რა და
იდეაში ჩემს ბავშვობაშიც და ეხაც ხანდახან არის ხოლმე რომ ვიღაცები რომ აი ამბობენ რომ ახალი თაობა ესე ცუდად იქცევა და უზრდელები არიან და იგინებიან და რაღაცა ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ ან ჩემი ასაკის ადამიანები რომ გამოდიან ხოლმე განსაკუთრებით მაგ გამოსვლებით რაღაცეთ ავიწყდება ამ ადამიანებს ალბათ თვითონ როგორ იქცეოდნენ და როგორ ვიქცეოდით ჩვენ ხო და ესეთივე უზრდელები და ძალიან დედაჩემი რომ გამოჩნდებოდა ხოლმე ქუჩაში ან იქ რაღაც ალექსანდროვის ბაღში ვაბირჟავებდით ხოლმე მეგობრები ძალიან ყველანი ძალიან ზრდილობიანები და ჩანთას აგატანინებთ რაღაცა ეტყოდნენ ხოლმე ჩემი ძმაკაცები მაგრამ წავიდოთ თუ არა იქ პურჭყების და გინების მეტი არაფერი არ იყო ხოლმე და იქ ხან ჩხუბი ხან რაღაცა და მოკლედ ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო და ესეთი მოვლენები და ამბებიც რა თქმა უნდა აქაც ხდება და აი ეს რაღაცა ქუჩის ბავშვი კი არ არის, არამედ ბავშვია რა, ყველა ეგრე ვიქცეოდით და ყველა მასე ვიქცევით, მაგრამ აი ვიღაცას, რომელიც ამ რაღაცა მდიდრულ უბანში ცხოვრობს, იმისთვის ძალიან გასაკვირი არის, რომ როგორ იქცევიან ეს ბავშვები. ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ მაგალითად ერთ-ერთი მისი მეგობარი, რომელიც არის კიდევ უფრო პატარა ასაკის, არის ფეხმძიმედ. ამითი პირდაპირ ამითი იწყება ეს პერსონაჟი შემოყავს ეს მცირეწლოვანი გოგო, რომელიც ფეხმძიმედ არის და იქ უკვე ხვდები, რომ რაღაცა თემა ეს აუცილებლად იქნება და მეორე თავში, როდესაც ირკვევა. ოღონდ ეს აი აქაც არის ძალიან ეს ორგანულად არის ეს მოთხრობილი, რომ აი ეს რო ირკვევა, ჩვენ მკითხველი კი ხვდებით, რომ ამ ბავშვს რა დაემართა და ვინ იძაადა მასზე და როგორ დაფეხმძიმდა, ეს კი ჩვენ გავიგეთ, მივხვდით, მაგრამ თვითონ მთხრობელი აი ამას არ არღვევს იმ თვითმყოფადობას თავისი პერსონაჟისა, იმიტომ რომ ის ვერ მიხვდა, რომ აი ამ ბავშვმა სინამდვილეში რაღაცაზე რომ მიუთითა და რაღაცა რომ უთხრა, ამითი გაამხილა ის თუ რა გადახდა მას თავს. და აი ეს რაღაცნაირი ინფანტილურობა, რომელიც გასდევს აი ამ სისასტიკეს და ქაოსს, კიდევ უფრო შემზარავი არის. იქ არის მაგალითად ერთი თავი არის, რომელზეც მაგალითად რომელსაც ის ქვია, რაც თვითონ რომანს გვჭირდება ახალი სახელები და არ მინდა დავასპოილერო, იმიტომ რომ ერთ-ერთი კი არა და ალბათ ყველაზე მძიმე თავი არის, რომელსაც საერთოდ არ ველოდი, რომ ესეთი რაღაც შეიძლება და ყოფილიყო და ეს თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამით, რომ მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღნიშნე ძალიან ბევრი რაღაცა ნაცნობი ხდება იქ და თან გოგოს მხრიდან არის ეს ყველაფერი მოყოლილი, რომელიც ეს ასეთ ქაოტურ და ესეთ ჩამონგრეულ და ჩამოშლილ ქვეყანაში და საზოგადოებაში კიდევ უფრო სხვა გამოცდილება და სხვა დაბრკოლებები და სხვა საფრთხეები აქვთ გოგოებს თავისთავად, ხო? ხო და აი ეს ყველაფერიც რაღაც და ესე მძიმედ არის მოყოლილი და გადმოცემული ამ რომანში და ეს თავი, რომელსაც ქვია We Need New Names, რომელიც თავიდან მეგონა რომ იმიტომ ერქვა რომ რაღაცა უცნაური სახელები ქვია, ამაზე ვიდეოც გავაკეთე ადრე, რომ ეს ტრადიცია ყოფილა სხვადასხვა აფრიკულ ქვეყნებში და მათ შორის ზიმბაბვეშიც, რომ რაღაცა სხვა უცნაურ სახელებს არქმევენ ბავშვებს, რომელიც ქართული გადმოსახედიდან თითქოს უცნაური არის, ხო, რაღაც თავისუფლება შეიძლება დაარქვან დემოკრატია ან რაღაცა ეგეთი თემები, მაგრამ მეორეს მხრივ აქ ჩვენ გვყავს არგელოდი და შენგელოდი და გულს უნდა და რაღაცა ეგეთი ტიპის სახელები საქართველოში, რომელიც ძალიან ორგანულად არის აღქმული ჩვენთან, მაგრამ ის იმიტომ რომ სხვა კულტურაში და სხვაგან არის, ეს მე ჩვენ რაღაც მომენტში ცოტა გვეხამუშება ხოლმე, არა და სინამდვილეში ესეც საერთო არის და ჩვენ ვიცით რომ მაგალითად სამეგრელოში და ზოგადად დასავლეთში არის ხოლმე ისეთი სახელები, რომლებიც ძალიან ამოვარდნილი არის ყველანაირი ტრადიციიდან და თავისი რაღაცა ფიზიკა გვახსოვს მაგალითად ადრე იყო ეგეთი კურიოზული სკრინშოტები და სიუჟეტიც კი იყო გააკეთა რომელიღაცა ტელევიზიამ ადრე, რომ ვიღაცას ერქვა ფიზიკა მაგალითად, ხო და იქ ლესტანბერი და რაღაცა ეგეთი ტიპის სახელები და მოკლედ მეგონა რომ ეს სახელები ეს რომანი იმიტომ ერქვა რომ ამ ბავშვებს ესეთი უცნაური სახელები ჰქვიათ. არა მარტო ამ ბავშვებს, არამედ დიდებსაც, მოზრდილებსაც, მაგრამ თავი რომელიც არის მოსახელე რომანისა, არის აბსოლუტურად სხვა რაღაცა, რომელიც გვიყვება აი
სიმძიმეს ამ ყოფისა და არის შემზარავი და შემაძრწუნებელი და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის იქ მოზრდილი ადამიანი, როდესაც შემოდის ამ თავში და სიუჟეტში, ის როგორ იქცევა ამ სიტუაციაში, რომ ის ხვდება, რომ ბავშვები რაღაცა არიციან, რას აკეთებენ ეს ბავშვები და კი არ ეჩხუბება ტირის, იმდენად ისეთ სიმძიმეს ხედავს, რომ ატირდება ამ ყველაფრის შემხედვარე. და იდეაში არც ისეთ რაღაცა არაფერს კი არ აშავებენ, რაღაცა ისეთი კი არ ხდება სისასტიკე, მაგრამ აი ყოფის სისასტიკე ხდება რა, რომელიც აი ამ ყველაფერს ესეთ ქვეყნებში და მათ შორის 90-იანი წლების საქართველოში არსებულ რაღაც აი გარკვევა ესეთ პრობლემებს გვაჩვენებს და წამოწევს წინ და მოკლედ ძალიან ყველა მხრივ ძალიან ღრმა და ემოციური რომანი არის, აუცილებლად გირჩევთ. მეორე ნაწილი უკვე გადმოდის მას შემდეგ, რაც ამ გოგოს დეიდამისი წამოიყვანს ამერიკაში, დეტროიტში დასახლება და იქ ყვება უკვე თუ როგორ ეგუება ამერიკას, ამერიკულ კულტურას და რაც მნიშვნელოვანი არის და ძალიან ხშირად არის ხოლმე რა, როდესაც ემიგრანტი მწერლები წერენ ხოლმე ემიგრაციაზე, ისინი გვიყვებიან ქვეყანაზე და რაღაცა ის Starbucks-ის აღწერა შეიძლება იყოს ძალიან დიდი და მაგრამ იმაზე არ გიყვება თვითონ რო შევიდა იმ Starbucks-ში რას გრძნობს რა და შენ Starbucks-ზე კი მომიყვები, შენზე მომიყევი Starbucks-ში რა. დაახლოებით ეგ შენიშვნა მაქვს ხოლმე ძალიან ბევრ მოთხრობასთან თუ რომანთან, რომელიც ვითარდება ემიგრაციაში და აქ ამ შემთხვევაში ზუსტად ეს არის, რომ ის თავის აღქმებზე ყვება იმ რაღაცა გაორებაზე, რომელიც აქვს ემიგრაციაში თავის თავთან, თავის ოჯახთან, რომელიც დარჩენილი არის ზიმბაბვეში, იმ ოჯახთან, რომელთანაც ცხოვრობს, რა მოლოდინები აქვს იქ დარჩენილ ადამიანებს ამათზე, როგორი მე რაღაც მომენტი არის ის, რომ შენიშვნას აძლევენ მისი მეგობრები, რომ შენო ეხაო რა BBC-ზე თუ უყურებო რაღაცა ნიუსებსო ჩვენი ქვეყნის შესახებ, შეო რა ჯანდაბა იციო, აქო საერთოდ რა ხდებაო, შენო წახვედიო და ყველანი მიგვატოვეო და საერთოდ ვინ გეკითხებაო ამ ქვეყანაზეო რამეს რომ ამბობ და ნერვიულობ, ხო შენ ხა ძალიანაც არ განერვიულებდეს ყველაფერიო და მოკლედ აი ეს ყველაფერი რომელიც დეტალურად შეიძლება რაღაცა კავშირები აღმოაჩინო ადამიანმა როგორც ამ პერსონაჟის ბავშვობაში, რომელიც ზიმბაბვეში ვითარდებოდა, ისე ემიგრაციაში და ბუკერზე იყო სხვათა შორის წარდგენილის ვერ მოიგო და ამან დამაინტერესა ძალიან რომ იმ წელს სხვა ნომინანტები და გამარჯვებული ვინც იყო ის მინდა რომ აუცილებლად წავიკითხო, იმიტომ რომ მაინტერესებს რა იყო ამ რომანზე უკეთესი. იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველაფერს იმსახურებს საერთოდ ყველანაირ პრიზს. განსაკუთრებით ხო რაც მნიშვნელოვანი არის კიდე წერლური თვალსაზრისით და ლიტერატურული თვალსაზრისით ძალიან ოსტატურად წერს, აი მაგალითად სიღარიბეს აღწერს ხოლმე შეგრძნებებით რა და აი რა გაუკვირდა რაღაცა რომელიც სავსე მაცივარი რო უკვირს, იმას კი არ მეუბნება რომ სულშია, აი ამითი გავიგე უკვე. აი ეს პრინციპი რომ რაღაცა მაჩვენე კი არ მომიყვია მის შესახებ ძალიან კარგად აქვს დაცული ამ შემთხვევაში. და იმას კი არ მიყვება რომ თქვა სულშიო და ჩვენ ყველას. ესეც გასაგები არის იმაზე რომ თქვა რომ მიდიან და მთელ დღეს იმაში ატარებენ რომ ხილი მოიპარონ და ის ხილი ჭამონ და ამითი გამოძღენ, მაგრამ მე რაღაცა პატარა დეტალი არის რომ გაუკვირდება სავსე მაცივარი ვიღაცის სახლში. და აი ამ შეგრძნებას სავსე მაცივარს კი არ აღმიწერს, არამედ აღმიწერს თავის შეგრძნებებს თუ რა შეგრძნებებით რა გაახსენდა, რა დაინახა სხვა ადამიანების თვალებში, როდესაც ეს სავსე მაცივარი მის წინ აღმოჩნდა და მოკლედ აი ესეთი რაღაცები ძალიან ბევრი აქვს და შესაბამისად არ ვიცი, ყველა მხრივ ძალიან მაგარი რომანი არის. როგორც ემოციური კავშირების და გაზიარების მხრივ, ესე ნაცნობის სამყაროს მხრივ, ესევე იმ ქაოტურობის და მოულოდნელობების და სისასტიკის აღწერით, რაც ესეთი ტიპის ქვეყნებში და საზოგადოებებში ხდება ხოლმე და თავისთავად მე როგორც მწერლული და როგორც ლიტერატურული თვალსაზრისით ამ შემთხვევაშიც ძალიან კარგად. ერთი თემა რაც იყო ის, რომ სხვათა შორის თავიდან ცოტა მეხამუშა, რომ დიალოგები
გამოყოფილი არ არის და ეს ვიფიქრე რომ მეთქი ელექტრონული წიგნი მქონდა და ელექტრონულად წავიკითხე და თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი შეიძლება რაღაცა ბრაკი წიგნი და ფაილი შემხვდა მეთქი, მაგრამ მე ვთქვა იქ გადავამოწმე რაღაც Amazon-ზე sample-ში ჩავიხედე და იქ აღმოჩნდა რომ იქაც არ არის გამოყოფილი დიალოგები და ესეც გარკვეულწილად შეიძლება იყოს ის რომ აი გადმოსცემს და ყვება ისე თუნდაც აი როგორ რაღაცას აკეთებს იცი რომ ეს გვიყვება ამ ამბავს და შესაბამისად დიალოგებიც დაახლოებით დაწერილი არის ისე რომ აი იმან თქვა ესაო აი რაღაც მასეთ სტილში და თან აქ შეიძლება ისიც იყოს ჩადებული რომ დისკომფორტი არის რაღაც მხრივ ესე რომ კითხულობ რა მაგრამ მეორეს მხრივ ის ბავშვები რა ვითარებაში და რა გარემოში ცხოვრობენ ის სრულიად ყველაფერი დისკომფორტია და რაღაცნაირად შეიძლება ის რომ აი ამ როგორც მკითხველს კითხვის რეჟიმშიც რომ დისკომფორტს გიქმნის მწერალი ესეც შეიძლება რაღაცა გარკვეული ტიპი ჩანაფიქრი იყოს მაგრამ საბოლოო ჯამში მე ამას ეჩვევი რომ ეს დიალოგები ესე არის დაწერილი და ძალიან ისი ამოვნებს ჩემი აზრით ხო და მოკლედ აუცილებლად გირჩევთ ბევრი სტერეოტიპები არის ერთი თავი არის როდესაც ემიგრაციაში ყვება ესეთი თავს ქვია ესე და როგორ ცხოვრობენ ისინი და აი აქ არის მოყოლილი შეგრძნებები და ეს იყო ძალიან სულში ჩამწვდა პირდაპირ იმიტომ რომ ბევრი რაღაცა იყო ახლობელი და ნაცნობი ამ ყველაფერში იმაზე თუ რა განცდები გაქვს იმაზე ხო არ მხოლოდ მონატრებაზე არამედ ის რომ რაღაც მომენტში ვერ მიდიხარ იქ როდესაც რაღაცა უბედურება ხდება თუნდაც ან უბრალოდ ვიღაცა გენატრება და ყველა გენატრება, გარემო გენატრება, ცოტა ხანი გინდა რომ სახში დაბრუნდე და რაღაცა თავი იგრძნო, სადაც შენი ახლობლები არიან და აი ეს და მე აი ამ შეგრძნებებით აქ ცხოვრება და ეს გარემო როგორ ეპყრობა მაგ შეგრძნებებს, ემოციურ ნოსტალგიას, როგორ აღიქვამს აქაურობა და ეს რამდენად არათუ ერწყმის არამედ რაღაცნაირად ეჯახება ერთმანეთს და ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის. მოკლედ შესანიშნავი რომანი არის, აუცილებლად გირჩევთ ყველა ემიგრანტს და იმ ხალხს, ვისი ახლობლებიც ემიგრაციაში არიან, იმისთვის რომ მიხვდეთ, აი პირდაპირ გეუბნებით რომ ეს წიგნი მეორე ნაწილი სადაც უკვე ემიგრაციაზე არის საუბარი მიგახვედრებს და განსაკუთრებით აი ის თავი რომელიც ახლა ავწერე რომელშიც არაფერი არ ხდება სიუჟეტურად უბრალოდ რაღაცნაირი მონოლოგი არის ემოციური წერლისა მიგახვედრებს იმას ზუსტია ხელს მოვაწერ დღესვე მაგ თავს და მაგ ემოციებს რაც იქ არის მოთხრობილი მიგახვედრებს იმას თუ რას განიცდიან ადამიანები და სხვათა შორის რაღაც მომენტში კიდე ცოტა ნერვები მომეშალა იმის გამო რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ მე ამას სხვა ვიდეოებში ვამბობ ხოლმე რომ მე კიდე რაღაცნაირად პრივილეგირებულ სიტუაციაში ვარ ბევრ სხვა ემიგრანტისგან განსხვავებით რა ბევრ რაღაცაზე საფიქრელი არ მაქვს და ბევრი რაღაცა კარგად მაქვს და დალაგებული მაქვს მაგრამ ბევრი რაღაცა არის რაც ძალიან ძიმე არის და ის უმადურობა ხანდახან რომელიც იქიდან მოდის ხოლმე ესეც არის აღწერილი სხვათა შორის ამ ყველაფერში და ვიდრე ემიგრანტი გავხდებოდი ეს როგორც ემიგრანტის ოჯახის წევრი ამას ემიგრანტების ოჯახის წევრი ამას კარგად აღვიქვამდი ხოლმე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ხალხის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ვიღაცა ტიპები რო გამოვლენ მე იქ ქართველი პოლიტიკოსი რომელიც გეტყვის რომ კი ეგენი ფულს აგზავნიან მაგრამ ბიუჯეტში ხო არ ირიცხება ანუ ვიღაცა იდიოტი დაჯდება იქ უცნობის კიდობაში და იტყვის რომ კი ძმაო ეხა ყველაფერი მაგრამ მე მიულენ მოკვდებიან და მე ჩვენი გადასახდილი გადასახადებით უნდა გადმოვასვენოთ აი ესეთ არ ვიცი აი უმადურობასაც ვერ დავარქმევ რაღაცა Google დასაწყვეტი არის თუ თან ბრაზდები ამ ყველაფერზე თან არ ვიცი მოკლედ აი ეს ყველაფერი
მოკლედ გამახსენა აი ამ რომანმა, მოკლედ აუცილებლად გირჩევთ, რომ წაიკითხოთ და რო წაიკითხავთ, გთხოვთ, რომ გამიზიაროთ თქვენი აზრები კომენტარებში. ეს როგორც აღნიშნე, არის No Violet Bulawayos We need new names. დიდი მადლობა რომ ისმენდით. იმედია რომ მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ აქამდე უყურეთ, ძალიან გთხოვთ რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ეს არხი. თქვენი ლაიქი მეხმარება იმაში, რომ YouTube-მა უფრო მეტ ხალხს აჩვენოს ეს, იმიტომ რომ ჩათვლის რომ ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე უყურეთ, შეიძლება ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, რატომღაც ეს არ არის ხოლმე საკმარისი YouTube-ისთვის, რომ აღიქვას, რომ საინტერესო ვიდეო იყო, ამიტომ გთხოვთ რომ ლაიქიც წაახმაროთ და ამით დაეხმაროთ არხს განვითარებაში და მეც мотивация მექნება რომ გავიგებ რომ ეს იგი ბევრ ადამიანს მოეწონა. მოკლედ დიდი მადლობა და კიდევ ბევრ ესეთ ვიდეოს შემოგთავაზებ და ხანდახან დაუბრუნდები ხოლმე პოლიტიკურ კონტენტსაც და რაღაცებს მოგიყვებით, როცა რაღაცა მოსაყოლი იქნება.